სინოდის ხდომის შედეგებსა და პატრიარქის მოახლოებულ არჩევნებზე შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. სინოდს მივანდოთ ის საკითხი, რომელსაც ჰქვია ახალი პატრიარქის არჩევა. მე მჯერა ჩვენი ეკლესიის, მე მჯერა ჩვენი სინოდის და ის მიიღებს გადაწყვეტილებას და სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ საზოგადოება. სინოდში, როგორც მთლიანად ეკლესიაში, გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ის მიმართულება, რაც ჰქონდა პატრიარქს. აი ეს არის არა მარტო ჩემი, მთელი მრევლის, მართლმადიდებლური მრევლის ინტერესი. და ის ინტერესი რა ქონდა პატრიარქს, ესეც სიცოცხლეშივე გააჟღერა. და ეხლა მანიპულაციებს არავის არ ჯერა, რომ არ უთქვამს ეს პატრიარქს, არ უთქვამს ის. ძალიან ცხადად თქვა დაახლოებით 8 წლის წინ, ვინ უნდოდა რომ ყოფილიყო მოსაყდრე და შესაბამისად ამ წლების განმავლობაში აგრძელებდა ამ პოზიციონირებას. ამიტომ ბუნებრივია რომ ინტერესი არის მთელი მართლმადიდებლური სამყაროსი და საქართველოში ის მრევლის და ეს მრევლმა დაადასტურა აი ამ დღეებში, როდესაც იყო პატრიარქის პანაშვიდები, რომ ის დგას სიმართლის და ეკლესიის მხარეს. მე მაქსიმალურად თავ შევიკავებ ამ პროცესებში და კონკრეტული განცხადებებისგან, მაგრამ ფაქტია, პატრიარქის ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა, მისი სიტყვა არის მნიშვნელოვანი, ამას ვერავინ გვერდს ვერ აუვლის. то ბუნებრივია, რაც პატრიარქმა განაცხადა რა პოზიციებიც გამოხატა მათ შორის მეოფეშიოსთან დაკავშირებით, ეს ბევრ ამას მეტყველებს, ბევრ ამას ამბობს და ბევრისთვის ეს მნიშვნელოვანი განაცხადია, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამას რაღაც დააკმინო, დაამცრო ეს პროცესი ან გადაწყვეტილება, თუმცა საერთო ჯამში მაინც ჯობია რომ მთლიანად წმინდა სინოდს ვანდოთ ეს ამ ტიპის გადაწყვეტილება და აი მათ გამოარჩიონ ყველა მიზეზიდან გამომდინარე, ეს იქნება პატრიარქის სიტყვიდან თუ სხვა პოზიციებიდან გამომდინარე, მიიღონ ერთიანობაში საერთო გადაწყვეტილებები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი იპოვიან ძალას, რათა გააგრძელონ ის ტრადიცია, ქვეყნის მსახურების ის ტრადიცია, რომელიც დატოვა პატრიარქმა. ინტელექტითაც, დამოკიდებულებითაც თავის ქვეყნის მიმართ, პატრიარქის იდეების მიმართ მეუფეების მხრიდან ჩვენ გვაძლევს საფუძველს იმედისა, რომ გაგრძელდება ეს გზა, რომ სინოდი კიდევ ერთხელ მოემსახურება თავის ქვეყანას და კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მომავალში.